ისინი გზაში არიან. პირველში 2026 წლის 1 აპრილს ადგილობრივი დროით 18:35 საათზე Space Launch სისტემამ, ანუ SLS-მა, თითქმის 4000 ტონა ბიძგის ძალით დატოვა სტარტის პლატფორმა 39B კენედის კოსმოსურ ცენტრში. ბორტზე იმყოფებიან 3 NASA-ს ასტრონავტი: კომანდერი რიდ ვაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის სპეციალისტი კრისტინა კოკი და კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი. 4 ადამიანი, 10 დღე. პირველი ადამიანის დაკომპლექტებული ფრენა დედამიწის ორბიტის მიღმა 1972 წლის დეკემბერში განხორციელებული აპოლო 17-ის შემდეგ. მოკლედ, 54 წლიანი შესვენების შემდეგ ახლა საბოლოოდ ისევ ეკიპაჟი იმყოფება იქ, გარეთ. აუცილებლად დარჩით ბოლომდე, რადგან ბოლოსთვის განსაკუთრებული სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის მარსის ქრონიკები. დავიწყოთ იმით, რაც კარგად გამოვიდა და ასეთი რამ ნამდვილად ბევრი იყო. სტარტი ტექნიკურად თითქმის უნაკლო იყო. დასხმა, რომელიც წინასველი ტესტების დროს წყალბადის გაჟონვებს აწყდებოდა, ამჯერად უპრობლემოდ წარიმართა. შეცვლილი დალუქვები გამძლე არ მოჩნდა. გაჟონვის მაჩვენებელი 1%-ზე ბევრად ნაკლები იყო. დასაშვები ზღვარი აქ 16%-ია. სატურნ V-ს იმ დროს მსგავსი ტოლერანტობა ჰქონდა, მაგრამ მაშინ არავინ ამოწმებდა თითოეულ შეერთებას ისე როგორც დღეს. ზოგიერთ თქვენგანს შეამჩნია, რომ გაშვებისას საგანგებო გაქცევის კაბინები გააქტიურდა. რაკეტამ უფრო ზუსტად გაიარა დაგეგმილი ტრაექტორია. 2 მყარი საწოვის ბუსტერი, რომლებიც გაშვებისას ბიძგის 75%-ს უზრუნველყოფენ. დაახლოებით 2 წუთში მოიხსნა და ასევე ნარინჯისფერი ცენტრალური საფეხურის გამოყოფაც ნორმალურად განხორციელდა. ამას თან ახლდა ეს ეპიკური კადრები. ჩვენ ვხედავთ სიმძლავრის შემცირებას. ბუსტერების გამოყოფა. თავარი ძრავები სიმძლავრე ზრდიან. მართვის სისტემა დასტაბილურდა. თუ კარგად დააკვირდები, დაინახავ ICPS-ის არელაცი ძრავის საქშენის გაფართოებას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გაშლილი. ორიონი კოსმოსური ხომალდის 4 მზის ფრთა გეგმის მიხედვით გაიშალა და მაშინვე დაიწყო ელექტროენერგიის გამომუშავება. გაშვებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ ამ ფრენის დღის პირველი ნამდვილი მთავარი მომენტი დადგა. პერიგეის აწევის მანევრი წარმატებით შესრულდა. ელიფსური ორბიტის უმაღლესი წერტილი აპოგეუმია, ხოლო ყველაზე დაბალი წერტილი პერიგეუმი. აპოგეუმის აწევის მანევრი კიდევ 1 საათის შემდეგ განხორციელდა და ისიც წარმატებული იყო. ორივე მანევრის შედეგად ორიონი სტაბილურ, ძლიერ ელიფსურ დედამიწის ორბიტაზე აღმოჩნდა, სადაც პერიგეუმი დაახლოებით 1600 კილომეტრია, ხოლო აპოგეუმი დაახლოებით 40000 კილომეტრი. ეს ის ორბიტაა, საიდანაც ტრანსლუნარული ინექციის წვა, ანუ გადამწყვეტი ბიძგი მთვარისკენ, განხორციელდება ან უკვე განხორციელდა. ასე რომ ეკიპაჟი უკვე მთვარისკენ მიმავალ სატრანსფერო ტრაექტორიაზე იმყოფება, როცა ამას უყურებ. ამ ორ ორბიტალურ მანევრზე შემდეგ დაიწყო სიახლოვის ოპერაციები, მოკლედ პროქსოფსი. პროქსოფსი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური მიზანი ამ ადრეული მისიის მიმდინარეობისას. ეს მანევრი ამოწმებს ორიონის შესაძლებლობას, რომ ხელით მართვით გადაადგილდეს სხვა კოსმოსურ ხომალდთან მიმართებაში. ამისთვის ორიონი აღჭურვილია ნავიგაციის სენსორებით და რეაქციის საკონტროლო ძრავებით. მაგრამ არც GPS და არც დახმარება. ასე რომ მეორე კოსმოსურ ხომალდამდე მანძილს მხოლოდ ეკიპაჟის წევრების თვალებით აფასებენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მომავალ მთვარის მისიებზე ორიონს მთვარის ორბიტაზე უნდა მიერთდეს SpaceX-ის ან Blue Origin-ის Human Landing Systems და იქ GPS არ არის. საკონტროლო ობიექტად გამოიყენებოდა ICPS Interim Cryogenic Propulsion Stage, SLS რაკეტის ზედა საფეხური. ამ საფეხურმა მანამდე ორიონი მაღალ დედამიწის ორბიტაზე აიყვანა. მას შემდეგ ის საკუთარ ტრაექტორიაზე იმყოფება. ეკიპაჟმა ორიონი დაახლოებით 70 წუთიანი თანმიმდევრობის განმავლობაში კონტროლირებადი მიახლოებისა და დაშორების მანევრებით მართა. 30 ფუტის მანძილზე, რაც 9 მეტრზე ნაკლებია, მათ შეამოწმეს კოსმოსური ხომალდის ზუსტი მართვა სხვა ობიექტთან უშუალო სიახლოვეში. ვიქტორ გლოვერმა შეასრულა მანევრი. ვაისმანმა პროცედურები განახორციელა. ჰანსენი და კოხი ფანჯრებიდან აკვირდებოდნენ და კამერებით ამოწმებდნენ. შედეგი ნომინალური დასრულება. სრულად წარმატებული. პროქსოფსის დასრულების შემდეგ ორიონმა ავტომატურად განახორციელა გასვლის ძრაული მანევრი და უსაფრთხოდ დაშორდა ICPS. შემდეგ ICPS თავად განახორციელებს დეორბიტაციის მანევრს და ატმოსფეროში შევა წყნარი ოკეანის შორეულ რეგიონზე.
ამ წლის შემდეგ მალევე 4 პატარა თანამგზავრი, რომლებიც ზედა საფეხურსა და ორიონს შორის საფეხურის ადაპტერში იყო მოთავსებული, წუთიანი ინტერვალებით გაუშვეს. თუმცა ყველაფერი შეუფერხებლად არ წარიმართა. ამიტომ ეხლა მოკლედ ჩაუღმავდეთ ხარვეზებს. ისინი ნამდვილად იყო და მათზე გულწრფელად და ობიექტურად უნდა ვისაუბროთ, ზედმეტი დრამატიზების გარეშე. პერიგეუმის აწევის მანევრის შემდეგ სახმელეთო კონტროლმა ორიონთან კავშირი დაკარგა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ფლორიდაში მდებარე გაშვების კონტროლი ჰიუსტონის მისიის კონტროლზე გადაეცა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მისიის კონტროლს არ შეეძლო რაიმე მონაცემის მიღება კოსმოსური ხომალდიდან ან ეკიპაჟს სახმელეთო ცენტრი მუდმივად ესმოდა. ანუ აპლინკი მუშაობდა, მხოლოდ რეტურნლინკი რაღაც მიზეზის გამო გაითიშა. მიზეზი იყო handover-ის პრობლემა, ანუ გადაცემის პრობლემა, როდესაც Near Space Network-სა და სხვა დედამიწის სადგურებს შორის გადადიოდნენ. დედამიწაზე მყოფმა გუნდმა პრობლემა სწრაფად გამოავლინა და მოაგვარა. აიზეკმანმა ამას პრეს-კონფერენციაზე საკმაოდ მშვიდად მიუდგა. Handover-ის დროს ზოგჯერ შეიძლება უცნაური კონფიგურაციები წარმოიშვას. ამას აგვარებენ. ეს არ იყო სისტემური მარცხი, არამედ ახალი სისტემის ბავშვური დაავადება. არც ერთი ბორტის სისტემა არ დაზიანებულა და ეკიპაჟი საერთოდ არ ყოფილა საფრთხეში. შემდეგ ტუალეტი. ეს ირონიის გარეშე ვთქვი, რადგან ეს მართლაც მნიშვნელოვანი სატესტო მიზანია. ბორტის ტუალეტის შემოწმებისას გაუმართავობის ინდიკატორი აინთო. ეკიპაჟმა ეს აცნობა, მისიის კონტროლმა მონაცემები გააანალიზა და წარმატებული Prox Ops demonstration-ის შემდეგ ეკიპაჟმა და მიწის პერსონალმა პრობლემა ერთად გამოიკვლიეს და მოაგვარეს. ამას რამდენიმე საათი დასჭირდა, მაგრამ ტუალეტი ისევ სულად ფუნქციონირებს. აქაც იგივეა, ეს სკანდალი არ არის. ეს სატესტო ფრენაა. Space Shuttle-ს თავის ადრეულ მისიებზე ბევრად უფრო დრამატული პრობლემები ჰქონდა. და სწორედ ეს არის ამ მისიის მთავარი აზრი. ვისწავლოთ, როგორ მოიქცევა ორიონი ადამიანებით ბორტზე რეალურ პირობებში, რეალურ ორბიტაზე. აისაკ მენმა ეს პრეს-კონფერენციაზე ზუსტად თქვა: ჩვენ გვიხარია, როცა შეცდომებს პოულობთ. ეს არის ამ მისიის საქმე. სოფლიოს ყველა ანალიზი ვერ შეცვლის რეალურ საცდელ ფრენას ნამდვილი პირობებში. თუ ვიდეო მოგწონს, ახლა შეგიძლია მას ჰაიპი მისცენ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგიძლია გააკეთო, რომ ვიდეოს მეტი ადამიანი ნახავს. ლაიქიც ძალიან ეხმარება. და თუ არხი ჯერ არ გაქვს გამოწერილი, ეხლა ამისთვის იდეალური დროა. გმადლობთ თქვენ და ეხლა დაუბრუნდეთ იმ საკითხებს, რომლებიც არც ისე შეუფერხებლად წარიმართ. მაგრამ ეხლა მივდივარ იმ საკითხზე, რომელზეც პირდაპირ და მკაცრად უნდა ვილაპარაკო. NASA უკვე თვეებია ამ მომენტს აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას. Artemis 2 არის პირველი ადამიანით დაკომპლექტებული მისია დედამიწის ორბიტის მიღმა მთელი თაობის შემდეგ. ისტორიული მოვლენა. და მსოფლიო ადევნებს თვალს. ან მსოფლიო ცდილობდა ეყურებინა. T0-მდე პირდაპირი ტრანსლაცია შესანიშნავი იყო. პროფესიონალური და ჩამთრევი. კომენტირება კომპეტენტური იყო, კამერის რაკურსები შთამბეჭდავი იყო, ატმოსფერო იგრძნობოდა და შემდეგ ზუსტად იმ მომენტში, როცა რაკეტა აფრინდა, წარმოება ჩამოიშალა. კამერები გამოიშვთო, უცნაური ჭრილები და შემდეგ ყველაზე დაუჯერებელი რამ. გაშვების მთელი პროცესის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მომენტში ორი მყარი საწოვის გამაძლიერებლის, ანუ SRB-ების გამოყოფისას NASA-ს ტრანსლაციამ მიწაზე მყოფი მაყურებელი აჩვენა. მაყურებელი, რომელიც რაკეტის სანახავად იყო მოსული. არა იმისთვის, რომ ისინი დაენახათ. იმ დროს, როცა 4000 ტონა ბიძგი რაკეტას ცაში წევს და SRB-ები ცეცხლის ბურთში ცალკევდება, ერთ-ერთი ვიზუალურად ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი მთელი კოსმოსური ისტორიის განმავლობაში საერთაშორისო ტრანსლაცია აჩვენებდა ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ტელეფონებს უყურებდნენ. და თითქოს ეს საკმარისი არ იყო, სტარტის შემდგომ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეჯამებაშიც კი ბუსტერების გამოყოფა არ ჩანს ოფიციალურ შეჯამებაში. არ არსებობს. ეს შემარცხვენელია. და ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელიც გულწრფელად უჭერს მხარს ამ პროგრამას. NASA-მ 10 წლეულების განმავლობაში იმუშავა იმ აზაზე, რომ ადამიანები კვლავ მთვარეზე დაებრუნებინა. ათასობით ადამიანმა თავისი პროფესიული ცხოვრება ამ მომენტს მიუძღვნა. და შემდეგ იმ მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო უყურებს, წარმოების რეჟისურა ისე ფუნდამენტურად ჩავარდა, რომ გაშვების ერთ-ერთი ყველაზე იკონური კადრი უბრალოდ არ აჩვენეს. ეს ტექნიკური ჩავარდნა არ არის, ეს პრიორიტეტების პრობლემაა. და NASA-მ ეს საჯაროდ უნდა დააყენოს, გააანალიზოს და შემდეგ ჯერზე უკეთ გააკეთოს, გთხოვთ. რადგან არტემისი მხოლოდ კოსმოსური ფრენა არ არის. ეს კომუნიკაციაცაა, ეს შთაგონება და შთაგონებას სურათები სჭირდება.
გარდა ამისა, NASA კერძო კომპანია არ არის, რომელიც არავის წინაშე ვალდებულია. ისინი საჯაროდ დაფინანსებული ინსტიტუცია არიან და საზოგადოების წინაშე ყველაფრით ვალდებულნი არიან. 2 დღის შემდეგ გამოქვეყნდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ბუსტერების გამოყოფას რაკეტის პერსპექტივიდან ხედავთ. ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ასეთ შეჯამებებს მილიარდობით ადამიანი აღარ უყურებს. შემდეგ იყო კიდევ ერთი პატარა პროგრამული პრობლემა Microsoft Outlook-თან. როგორც ჩანს, 2 Outlook-ის ფანჯარა იყო გახსნილი, მაგრამ არც ერთი მათგანი სწორად არ მუშაობდა. მისიის კონტროლის ცენტრი სწრაფად ჩაერთო საქმეში და ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოგვარდა. და ვხედავ, რომ 2 Microsoft Outlook მაქვს და არც ერთი მუშაობს. თუ Optimus-ში შეხედავთ ამ 2 Outlook-ს, ეს შესანიშნავი იქნებოდა. კარგი, ჩვენ შევუერთდებით თქვენს PC-ს. მაგრამ ეხლა რა ხდება? ეკიპაჟმა Proxops-ის შემდეგ მოკლე დასვენება მოაწყო. პატარა წასახემსებელი და 4 საათიანი ძილი. ამის შემდეგ კიდევ ერთი პერიგეომის აწევის მანევრი განხორციელდა, რომელიც ასევე წარმატებით დასრულდა. შემდეგ დიდი მიზანი იყო ტრანსლუნარული ინექციის მანევრი, ან მოკლედ threatened. ევროპული სერვის მოდულის მთავარი ძრავის ეს ანთება დაახლოებით 24 საათის შემდეგ მოხდა გაშვებიდან. ცენტრალურ ევროპაში მაშინ უკვე 3 რიცხვი იყო. აპრილის 3 დაახლოებით ღამის 2 საათზე. ორიონმა ახლა უკვე დატოვა დედამიწის გავლენის სფერო და მიემართება მთვარისკენ. ეს იყო ამ მისიის გადამწყვეტი დაბრუნების გარეშე წერტილი. მანამდე კიდევ არსებობდა ალტერნატივები, ეხლა კი აღარ არსებობს. ყოველ შემთხვევაში არამნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევის გარეშე. TLIM-დე მისიის მართვის გუნდმა ჯონ ჰანიკატის ხელმძღვანელობით ბოლო 24 საათის ყველა სისტემური მონაცემი შეაფასა. სიცოცხლის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია, ამძრავი სისტემა და სარეზერვო სისტემები. ყველა მაჩვენებელი მწვანეზე იყო, რაც ნიშნავს, რომ გზა მთვარისკენ თავისუფალი იყო. TLI გეგმის მიხედვით წარიმართა და ვაისმენი, გლოვერი, კოხი და ჰანსენი მთვარის გარშემო თავისუფალ დაბრუნების ტრაექტორიაზე გადაიყვანა. ტრაექტორია, რომელიც ძრავების დამატებით ჩარევის გარეშე ავტომატურად დააბრუნებს მათ დედამიწაზე. უსაფრთხოება ორბიტალური მექანიკისა და ფიზიკის მეშვეობით. გენიალურია. TL-ის შემდეგ დაახლოებით 20 წუთიანი ინტერვიუ იყო ჟურნალისტებთან. ეკიპაჟი კარგად არის. მათ სახეზე ფართო ღიმილი აქვს და ისინი საუკეთესო ფორმაში არიან. და სადღაც ამ გზაზე მე-6 ფრენის დღეს ისინი აპოლოს მანძილის რეკორდს მოხსნიან. ამასობაში ისინი მთვარის რამდენიმე კრატერს დაინახავენ, რომლებიც აპოლოს მისიის დროს ყოველთვის სიბნელეში იყო. მაგალითად, Mare Orientale. არც ერთ ადამიანს ამ კრატერი საკუთარი თვალით არასდროს უნახავს. ამ კრატერის ფოტოები სატელიტებმა გადაიღეს. ეპიკური ფოტო უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის აჩვენებს დედამიწას სრულ დებულებაში, დაახლოებით 64,000 კილომეტრის დაშორებიდან. თუ კარგად დააკვირდები, პოლუსებთან მწვანედ მოციმციმე ჩრდილოეთის ციალსაც კი დაინახავ. სრულიად განსაცვიფრებელია. ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ფოტო დედამიწის ღამის მხარეს არის გადაღებული. ამ დროს დედამიწას მთვარე ანათებს. ეს საშუალებას აძლევს კამერას დააფიქსიროს რამდენიმე ვარსკვლავი და სწორედ ავრორა, ისე რომ ღრუბლები და სურათის სხვა ნაწილები გადამეტებულად განათებული არ იყოს. შეიძლება თუ არა ეს იყოს ახალი დედამიწის ამოსვლა. დღეს ვერ ვიტყვით. ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე გილჩევ ამ ვიდეოს, რომელიც აქ დასასრულშია. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო მარსის ქრონიკები. გმადლობთ ყურებისთვის. Per aspera, ad astra. ბოლო 24 საათის ყველა სისტემური მონაცემის შეფასება. რა? შეფასებულია.